მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოგიყვება ის ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახავთ პატიმრები განსაკუთრებით მოვიკითხავთ, თან როცა მამა გიორგი დორეული ყავს ხოლმე, მოვიკითხავ აუცილებლად უცხოეთში მყოფ ქართველებს და იმ ადამიანებს, ვისაც განსაცდელი გაქვთ, ვისაც გვიჭირს, ვისაც ეს მძიმე ყოფა რაღაცნაირად რთულად მიგვაჩნია, ხო, გადასატანად აუცილებლად რაღაცნაირად ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ის რთულები დავძლიოთ, იმიტომ რომ ვისთვისაც რთულდება ეს ცხოვრება, კაი ადამიანისთვის რთულდება, თორე ცუდი ადამიანი შეიძლება არსებობს, მაგრამ ცუდი ყოფა-ქცევის ადამიანი შეიძლება ამას ვერ ამჩნევდეს, იმიტომ რომ კაი და წესიერ ადამიანს უჭირს ამ ქვეყნად ყოფა და მესმის კიდევაც, იმიტომ რომ კაი ადამიანი სულ რაღაც ზეცას ეძებს და ზეცა ამ ქვეყნად შეიძლება ხშირად ვერ გვხვდებოდეს და მაგიტომ არის რომ ბევრი ტკივილია და ეს თქვენი ტკივილი და დარდი ღმერთმა შეგიმსუბუქოთ და დღეს ყავს საპატიო სტუმარი და თან კიდე დიდი მადლობა იმისათვის რომ მამაოს იცით თქვენ რომ ბაზალეთზე ტაძარს აშენებს ძალიან მაგარ კომპლექსს აშენებს ისეთ ლამას და ისეთი ხედებით რომ რა ვიცი ამის იქით მე რა ვიცი რომ გადმოვიხედე წამოსვლა არ მინდოდა და თან ყველაზე მთავარი რაც არის რომ სულ იქ იმყოფება ხოლმე თითქმის ამ ტაძარზე არის გადართული მთლიანად და ყველაზე მთავარი რაც არის რომ დღეს კიდე გქონდა ძალიან უახლოესი ოჯახის წევრის დაბადების დღე და მოაკლდა ამ ყველაფერს და ჩამოვიდა და პატივი გცა და დიდი მადლობა მამაო და გილოცავთ პირველში და თქვენ ოჯახს მოვიკითხავთ აუცილებლად და თუ შეიძლება მამაო თქვენც რო ორი სიტყვით რომ მიულოცო და თქვათ საიდან მობრძანდებით ან სად არ წაბრძანდით იმის გამო რომ აქ ხართ ჩვენ ნამდვილად იმიტომ რომ ეს ისეთი დროა რომ რო წახვიდე ვეღარ ჩამოხვალ და ამის შემდეგ კიდე 9-ზე რო წახვიდე აზრი აღარ აქვს და ჩვენი ძმობის სახელით, შენი გადაცემის სახელით და ობიექტის სახელით იაკობ ქარაულს უსურვებ ჯანმრთელობას, ულოცავ დაბადების დღეს. კარგი ვაჟკაცი გაზრდო 10 წლეულები უფლის სადებდა და სამშობლოს ერთგულად ემსახუროს. იაკობ ქარაულს გილოცავ დაბადების დღეს. გიორგი, დიდი მადლობა კიდევ და კიდევ მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. უბრალოდ სამადლობელი არაფერი გაქვს შენ, იმიტომ რომ ძმობა რა არის? თუ საქმით არ დავამტკიცეთ. მოდი მე ესე დავიწყებ რა, ახლა ესე მამაო, რა კაი რაღაცა თემა თქვით. შემოვიდა სხვადასხვა აი მე მინდა რა კარგი რაღაც მომაგონა შენმა საუბარმა. სიყვარული მზრუნველობით ვლინდება და ყურადღებით მტკიცდება. დანარჩენი ყველაფერი ზღაპრებიაო. ხო იცი, მომენატრე, აი ორნაბიჭი რო ხარ, აბა გაკოცე და რაღაც ეს ყველაფერი არის ტყვილი. ეს არის ძალიან კარგი ფილოსოფიური გამოთქმა, რომელიც უწმიდესმა პატრიარქმა ილია მეორემაც დაამკვიდრა, ესეთი რამე რომ სიყვარული მზრუნველობით ვლინდება და ყურადღებით მტკიცდება. ესე რომ ამის იქით თუ არ შეგიძლიათ, ნუ ეტყვით ადამიანს რომ მიყვარხარ რომ იმის არ იყოს ვიღაცას რომ დაურეკავ ერთი თვე ორი თვე რომ არ მინახე და ვაიმე როგორ მომენატრე და მეუბნები არ მინდა ეხლა ესეთი ტყუილები და აფერისტობე თუ და ვიცი ხოლმე ესეთი ტყვა რომ მონატრებაზე ადვილი წამალი არაფერს არ აქვს. ეს მონატრების წამალი არ იყიდება აფთიაქში. ეს არის თუ მოგენატრე მოვიდა ვნახე. საქციელი. ხო და ეხლა მეც ვისარგო და რომ მომენატრე შენს და შენი გადაცემაც იმიტომ ვარჩი აქ შენთავს და ძმობის მსახურება ვიდრე სადღაც კიდე იქ იცი ხა უამრავი სტუმარია. მინდა ერთი რამეზე გავამახვილო, გენაცვალა ჩემი თავი, დიდება და მადლობა ღმერთს. აი მოდიოდი და ფიქრობდი ეს დღეები, საერთოდ დღეს ახლა წირევლის ვიყავი და იცი რას ფიქრობ ეს ბოლო პერიოდში, ადრე როდესაც სემინარიაში ჩავაბარე 90 წელი იყო ეს რა და მაშინ კითხულობდი ძველი აღთქმის განმარტებას და იქ წერია რომ აი ქვეყნიერება მიატოვა ღმერთიო, რას იყო მიზეზი წარღვნის. და რა თქმა უნდა ხა მაშინ ვიყავი 17 წლის, 17 წლის და ფიქრობდი როგორ შეიძლება ქვეყნიერება განუდგეს ღმერთს. შეიძლება ფიქრობდი რა რომ შეიძლება ერთი ოჯახი რაღაცა ორი კაცი განუდგეს ღმერთს მაგალითად და რა ვიცი 100 კაცი მაგრამ ქვეყნიერება როგორ შეიძლება რომ განუდგეს ღმერთს და დღეს რო ვუყურებ ამ ყველაფერს აი უკვე კარგად მესვრის კი არ მესვრის ხედავ უკვე აი ამ ყველაფერს რას ამბობს ძველი აღთქმის ესე იგი ძველ აღთქმაში აი ეს
ეპიზოდი და ზოგადად ის თავი და რა იყო მიზეზი წარღვნისა. ხო? ჩვენ როდესაც აბრაამის და ლოტის ისტორიას ვკითხულობთ, არა? იქ არის რომ და თქვა ღმერთმა რომ მოაწია ჩემამდეო. ესე იგი ეს უსჯულოება, ეს ყველაფერი ავიდა ღმერთამდე და ღმერთმა თქვა რომ ჩავიდე და ვნახო. ამას იმიტომ ვამბობ რომ ეს კიდევ დიდი მაგალითია იმისი რომ ღმერთისთვის არაფერი მიმალული და მიჩქმალული არ არის. და მაშინ ინება ღმერთმა და ჩამობრძანდა ღმერთმა და როგორ გამოიცადა ლოტი და აბრაამიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და აი ერთხელ უწმიდესმა ბრძანა ილიამ რომ აბრაამი იყო სტუმართ მოყვარეობის თვისებით გამორჩეული და აი ეს თვისება დააფასა ღმერთმა მასში. აი ეს ვინმე ჩვენ როგორი მithumetes ახლა ქართველი ერი სტუმართ მოყვარეობით იყო ყოველთვის გამორჩეული. და არა მარტო უცხოთ შემწყნარებლები იყვნენ. ეხლა რო არის სავსე ხანდახან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ხანდახან ვესაუბრებ ხოლმე ჩემს მეგობრებს, რომ დაგილოცავთ მეთქი რა, გამუსულმანებულ საქართველოს. ბოდიში, მაგრამ ესია, აი ვეღოიც ეხლა ავლაბარი ცხოვრობ და რო ჩახვიდე და ავლაბარი რაც უნდა, გიორგი, დილიდან საღამომდე რო ნახო რა ხალხი შემოდის ეკლესია შემოვიდეს კი ბატონო ღმერთის სახელზე მე კი არ უშლი, მაგრამ ხანდახან ქართველი მოგენატრება რა. მე არ რომ ეხა შაბათკვირის ლოცვა-წირვაზე. ხო და ესეთ პატარა ბოდიში უფალდა თქვენთან რაღაცა ცინიკურად ვეუბნები ხოლმე რა, რომ გაუმარჯოს გამუსულმანებულ საქართველოს. ღმერთმა შემინდოს, გამგები კარგად გაიგებს. მე პირადად ძალიან მტკივა. ძალიან მტკივა და ღვთისმადლით რა ვიცი ახლა დღესაც იყო ინტერნეტში კრწანიში რომ მოწამეთა სახელობის ეკლესია არის და იწყება მისი ახშენება. თუ პირიქით არ დაანგრიეს ძალიან კარგი იქნება. და დავბრუნდები იქ რომ აი დღევანდელ დღეს რო ვუყურებთ გიორგი ადამიანს აი ჩემთვის ფიქრობ ხოლმე ადამიანს უკვე ემძიმება ქრისტიანობა. ანუ ღვთისმცნებებით ცხოვრება და ვამბობ ხოლმე ესეთ რამეს რომ თანამედროვე ადამიანმა თავისი არჩევანი გააკეთა და აირჩია ბოროტის მხარე. ანუ ხორციელი თავისუფლება, რაც მე ხშირად მithქვია შენთანაც და ამბიონდაც უკრძალველობა, ამპარტავნება, განკითხვა, სიძულვილი, ეს არის ყველაფერი ერთი მართლაც, აი ერთი მტკაველი რა არის. ერთი კვადრატული, ერთი მტკაველისთვის შეიძლება კაცი მოკლან. და ჩვენ ამის შემსწრეები ვხდებით, ხო? და რაც წერია სახარებაში რომ და აღსდგებიან შვილნი, მამა, დედაცაც და მოკვდნენ მას. აი გაიხედე, დაინახა მამა შვილი მოკლა, შვილმა მშობელი მოკლა. რისი გულისთვის, არაფრის გუგულისთვის, ხო? რაღაცა უბრალოდ მდგომარეობიდან გამოსვლის გულის და აი მე ვამბობ ადრეც ავთქვი მე რომ აი უბრალოდ მრევლმა ერმა ზოგადად უბრალოდ აი მამაო ჩვენოს განმარტება რომ წაიკითხოს და რომ იცოდეს ზეზეპირა თუნდაც აი რას ნიშნავს დანუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. აი მარტო ამისი განმარტება რომ წაიკითხოს მიხვდება ეს ყველაფერი რა ლოცვა მოგცა უფალმა ეს ხო საუფლო ლოცვა ეს ხო არ არის ვინმე შედგენილი წინა მამათა მიერ შედგენილი ეს არის საუფლო ლოცვა და ის ლოცვა რას უფალმა მოგცა როგორც ფსალმში წერია ხო დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმეს და ყოველივე სიბრძნით ქმენ. ამ ლოცვაში იმხელა სიბრძნეა გიორგი მაგრამ ჩვენ გეუბნები რატო დავიწყოთ ჩვენ ვართ ზერელე ქრისტიანები. ჩვენ ვისაც ეკლესიასთან სიახლოვე გვაქვს. ვინც აღსარებელია, ვინც მრევლია და რაღა უნდა მოვთხოვოთ იმ ხალხს ვინც ეკლესიის გარეთ არის. აი დღესაც ქადაგებაში ვამბობდი რომ აი წმინდა მამა პაისა აქ რომ იმის მაგივრად რომ ეკლესიის სული ანუ ეკლესიური აზროვნება, ეკლესიური კულტურა გაეტანა მორწმუნე მრევლს ერში ერული სული შემოვიდაო ეკლესიაში.
გამიგე და აი ეს დამოკიდებულება რომ ვუყურებ ხო მინდა თქვა რომ შენდობას თქო ყველას იმიტომ რომ ხანდახანავე რომ ძალიან კაცრად საუბრობ და მე გამოდივარ რეალობიდან ესეთი შეხვედრა ჩვენი მე არა ნებისმიერი მოძღვარი ხო ვალდებულის ვართ რომ ის რაც ეხა ჩვენ ხალხში ვხედავთ გამიგე ხალხო მოხდება მამა მაინც ის ასე თქვენ ამბობთ თავისთავად ხო გააფრთხილო ადამიანს მოძღვრის მოვალეობა აი როგორი თემა არის იცი ადამიანმა თავის თავში მოკლა ღმერთი ადამიანმა თავის თავში მოკლა ღმერთი და როდესაც სიყვარული არ აქვს ღმერთის უკვე აღარც მოყვა სიყვარული აღარ აქვს უწმინდესი როგორ გვაკურთხებდა ხოლმე რომ უნდა ყველა თავისი ცხოვრებით სახავს ჯვარ სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა ხო აი ეს არის ძალიან უბრალოა მე მინდა ვთქვა რომ ძალიან ბევრი ამბობს რომ რაღაცა ქრისტიანობა ძალიან მძიმეა ძალიან საპასუხისმგებლო რელიგია ძალიან რაღაც არაფერი არ არის მძიმე თუ არის სიყვარული არსად არაფერი არ არის მძიმე ადრე მე შენთან თქვი და სულ მაგასომრო ხლა უკაცრავად ყველა დედას ენაცვალოს ჩვენი სოცხლე და ჩვენი ღირსება და კაცობა ეხლა შობიარობა როგორი მძიმეა რთულია მაგრამ ნახერას ამბობს სახარება მაგრამ რაჟამს უკვე შობს ის ტკივილები ავიწყდება ანუ ის სიყვარული ყრმის სიყვარული ავიწყებს იმ ტკივილებს იცი როდესაც ჩვენ ქრისტეს მოყვარულნი გავხდებით და აი ერთ-ერთი მამა ამბობს რა რომ აი შეყვარებულთან ხო არ გეზარებაო არაფერიო მისთვის ხო არ გენანება არაფერიო და რატო იმიტომ რომ შეყვარებული ხარ როცა არ ხარ ქრისტეზე შეყვარებული რა თქმა უნდა მისი მცნებები უკვე გვეჩვენება ძალიან მძიმედ ეკლებად გვეჩვენება გამიგე და ამ დროს თვითონ ეკლის გვირგვინი უფალმა ჩვენმა იტვირთა ჩვენი გამოხსნისთვის აი ეს არის რაც მე რის ირგვლივაც მინდა დღეს ვისაუბრო გიორგი რა შემოგევლო რომ აი თანამედროვე ადამიანის დამოკიდებულება ღმერთთან ამასთანავე ერთი ადამიანი მოვიდა საკმაოდ მძიმე ცოდვებით რა სადღაც 1-2-3 თვის რან მაგას მნიშვნელობა არ აქვს ახალგაზრდა და ეუბნები მოდი ეს გავაკეთოთ აი რაღაცა მოდი ეს ლოცვები ვიკითხოთ ფსალმუნიდან ეს კანონები ვიკითხოთ და რაღაცა ეხლა როგორც პატრიარქს უყვარდა რომ არ დაგტვირთავდა რა ხო იცი რომ აი წელში კი არ წყვეტდა რომ აი ეხლა 100 მეტანია გააკეთე და 20 კანონი წაიკითხე და 5 თავის არა მე მეუბნები ძალიან ხო და მოდი ეს რაღაცა ერთი კანონი წავიკითხოთ რაღაცა 12 მეტანია გავაკეთოთ რაღაცა და მოდი მეთქი რომ აი შაბათს მეთქი მოდი და ესე იგი აქ არის იგივე საუბარი აბორტებზე მრუშობაზე რაღაცებზე ადამიანი მონებ რომ მე ვერ მოვალო მამაო სხვაგან მივდივარო სადღაც კონცერტებზე მივდივარო და ჯო ვეუბნები შვილო მაშინ მოილიე კონცერტები თუ სინანული არა გაქვს რისთვის მოდიხარ ხო თუ სინანული გაქვს და მოხვედი მოძღვართან თუ ავალდყოფობა შენში დააფიქსირე და ექიმთან მიხვედი მაშინ დაემორჩილე იმ რეცეპტს რასაც გამოგიწერს ხო და მაშინ თუ არ გინდა რომ დაემორჩილო უბრალოდ ხო და რატო ამბიცი ერთ-ერთი მამა ამბობს რომ დღეს ისეთი დრო არის რომ ცოდვისთვის დიდი დრო გვაქვს და სინანულისთვის აღარ გვაქვს დრო იმიტომ რომ როცა არ არის სიყვარული ღვთისა უკვე საკუთარი სიყვარულიც აღარ არის ხო ბევრს ქადაგებენ რომ აი დღეს ესეთი ქადაგება რომ შეიყვარე შენი თავი და დაემორჩილე წყურვილის გზნობას და რაღაცა მაგრამ შენი თავი შეიძლება გიყვარს მაგრამ გიყვარს მიწისთვის აი ხოდაშორის ეხლა რა მაგონდება ხოლმე წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს დიდი მამა შეგვეციოს მისი მადლი და მეოხება რომ ხორციელ მამაზე მეტადო უნდა კონდეს პატივისცემა სულიერი მოძღვრის რატომ იმიტომ რომ კი არ კრძალავს კარგად გამიგოს მსმენელმა რა ხორციელმა მამამ გშვა მიწისთვის და სულიერი მამა მოძღვარი შენ გამზადებს ზეცისთვის თავისთავად ცხადია თუ წამოყევი აი სულ ვამბობ რომ აი ორ ადამიანს შორის თუ არ შეიქმნა დიდი მეგობრული დამოკიდებულება და ერთმანეთისთვის თავდადება რა არაფერი არ გამოვა აბსოლუტურად იმიტომ რომ ეხლა ერთი მამა ამბობს რომ ძალიან ხშირად მეკითხებიანო რომ მამაო ღმერთთან მიგვიყვანო და ესეთი პასუხი მე მივდივარ თუ გამომყვები მიგიყვან
თუ გამომყვები მიგიყვან და თუ ათასნაირი ახლა უკაცრავა ზოგმა კონცერტი მოიმიზეზა, ზოგმა უცხოეთში წასვლა, ზოგმა ახლა აგერ სეზონია, პლიაჟები, ზღვები, ხო და აი უფალთან ურთიერთობაში, აი რამდენ მე უთხარი, აი მამაპაის აქვს ესეთი რაღაცა რა. ჩემთან მოვიდა ერთი ქალბატონიო და მთხოვდაო რომ მისი ესე იგი შვილისთვის რომელიც ნარკომანიით იყო დაავადებული მელოცაო რა. თხოვა 40 დღიანი ლოცვები რომ შემესრულებინაო და რო შევხედეო ამ ქალსო ესე იგი ფრჩხილები კი არა ბრწყალები ქონდაო რა და მე ვუთხარიო რომ ქალბატონო იქნებო ეგ ფრჩხილები ცოტა მოიკვეცოთო. ისეთი ამბავი ამიწიაო რომ იგრძენიო რომ უხერხულში ჩავარდიო რა. და მე ვუთხარიო რომ ისიც რა არის ქალბატონო თქვენ მოხვედი და თხოვთ თქვენ შვილზე რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ მე ვილოცო მინიმუმ 40 დღე მე და ამ დროს როდესაც შენი საკუთარი შვილისთვის ჭხილიც არ გინდა რომ მოიკვეცო. ეხლა ამას ვერ გაიგებს რა ქვია ბევრი რას ნიშნავს ჭხილი მოიკვეცო. რაღაცა უნდა გააკეთო, აი იცი როგორ არის? ეს მინიმუმი რო გაიგო. მინიმუმი რო გაიგო, აი სულ აი დედას რო გააბრაზებ არა? მე ხო ცდილობ რომ აი შემოირიგო რაღაცა ცდილობ ესე იგი გინდა რაღაც დაანახო დედას რომ მე შენთვის ღვაწლში ვარ რომ მომიტეო და მეუბნები ღმერთს რაღაცა დაანახე რა ვითარსას წყალობს მამა შვილთა ეგრეთ შეიწყალა უფალმა მოშიშნი მისნი და დაანახე უფალს ეს რომ კი არ მეშინია მარტო მიყვარ ხარ და აი ის შიში მაქვს რომ შენი ჩემდამი სიყვარული არ გავაცამტვერო რა არ გავაქარწყლო ამ შიზია საუბარი თორე სხვა შიზე კი არ არის და ეს არის როცა აი ეს ყველაფერი გახსოვს შენთანაც თქვი რომ ეს ყველაფერი შობს უკრძალველობას უკრძალველობას და როცა ღმერთთან ხარ უკრძალველი რა თქმა უნდა ადამიანი შენთვის უკვე არაფერს აღარ წარმოადგენს და როგორც უკვე ბევრჯერ გვითქვია მივდივართ სადამდე რაც უკვე ჩვენთვის ყველა მართალია მეთქი იმიტომ რომ მე ახლა შენ როგორ უნდა მითხრა შენ როგორ უნდა ამიხსნა რაღაცა მეგობართან კი არა გიორგი, აი მე დაკვირვებული ვარ და ვიტყვი ერთ რამე ძალიან ხშირად ამბობენ ამა თუ იმ მოძღვარზე რომ იცი ეს მოძღვარი ძალიან მკაცრია და მე ვსვავკითხავს რას ნიშნავს კაცრი მოძღვარი აი რას ნიშნავს უკაცრავად ყველასთან რა აი შემოგივარ და სახლი წაგართვა რაღაცა მიწა გითხრა ჩამომიჭერი რა აი რაღაცა წილი მოგთხოვა აი რას ნიშნავს მოძღვარი გეუბნება რომ იცი რა ამას ივანე ოქროპირი ამბობს თუ მრუშობდი ნუ გამრუშობ თუ რაღაცას აი მაგალ თანამედროვე როცა მაგალითად ნარკომანი იყავი შეეშვი ანუ ცოდვას განერიდე და დაანახე უფალს რომ მე შენი სიყვარულის გულისთვის შეიძლება მიჭირს რაღაცა ხორცი თავისას მთხოვს ხო მაგრამ ხომ შენი სიყვარულის გულისთვის გამიგე იმიტომ რომ უფალი ამბობს რა თქმა უნდა უფალს ყველა უყურს მაგრამ ნახე როგორ არის რამე თუ მოშიშნი ჩემნი მიყვარანო უფალი ამბობს მოშიშნი ჩემნი მიყვარანო თუმცა თავისთავად ცხადია ყველასთვის მოვიდა უფალი და ყველასთვის ჯვარს ეცვა და ყველას შეუძლია ცხონება ვისი სურვილიც იქნება მაგრამ მაინც ერთ-ერთ ადგილას არის წმინდა წერილში მოშიშნი ჩემნი მიყვარანო ხო და ესეთი მდგომარეობა რომ თანამედროვე ადამიანს მინდა სადაც არის სიყვარული ჩემოთქმულო იქ არაფერი რთული არ არის იქ არაფერი ძნელი არ არის მინიმუმ ის მაინც უნდა ვიცოდეთ მეტი თელ სახარებას თუ არ წავიკითხავთ და გვეზარება ხო იმიტომ რომ აგერ თურქული სერიალები გადაიეს ეხლა ესპანურები შემოვიდა მართლა ვამბობ მართლა ხო რამხელად რომიდის ხო მინიმუმ ის მაინც გაიხსენეთ რომ ჯვარზე ავიდა უფალი ჩვენი ხსნისათვის და აი ეს ჯვარსმა მაინც დაუფასოს ღმერთს და აი ეს სიყვარული დაუფასოთ ღმერთს რაც უდიდესი ტკივილია ჯვარსმამდე იყო უდიდესი შეურაცხყოფა ცემა საპყრობილე შენერწყვა ეკლის გვირგვინი ბევრი და ბევრი დამცირება როდესაც ზეცა ჩამოვიდა მიწაზე ანუ ღმერთი განკაცდა რათა კაცი განეღმერთებინა და უბრალოდ აი ეს მცირედი მაინც დაუფასოთ უფალს. ეს უნდა გიორგი მეთქვა გენაცვალე შენ და მადლობა ძალიან დიდი და მამაო აი ხა იმ მომავალში მაგალითად კიდე გართულდება ხო აუცილებლად იმიტომ რომ ეს გარდაუვალია იმიტომ რომ ადამიანი უარესდება იმის მაგერად რომ ეხ თქვენ რაც ამბობთ ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი გაუარესდა კი არ გამოკეთდა და ამ შემთხვევაში ადამიანებმა
რა უნდა რისთვის უნდა მოემზადონ ადამიანები, რომ მზად რისთვის უნდა იყვნენ და რა უნდა მოიმარაგონ, აი თავის გონებაში, სულში, რა ძალებით უნდა შეხვდნენ ამ ყველაფერს. ან თუ გადაიტანს საერთოდ დღევანდელი ადამიანი ამ ყველაფერს იმ გამოწვევას, რაც მომავალში გველის. ისი არის ცოტა მრავალფეროვანია რა გაგებით გიორგი, მომავალში ბევრი რამე გველის. მათ შორის თუ ჩვენ მთელი ერი მტკიცეთ არ ვიდექით, მტკიცეთ. ოღონდ სიტყვით კი არა, პრაქტიკულად აი ცხოველი რწმენა თუ ან ცოცხალი რწმენა თუ არ გვექნა და საქმეში არ განვამტკიცეთ არა. თავისთავად ცხადია ახლა ამ კითხვას ისტორია უკვე პასუხი მისცა რა ხილული და უხილავი მტერი არ ყოლია საქართველოს, მაგრამ რამ გადაარჩინა ჩვენმა რწმენამ, ჩვენმა სარწმუნოებამ. აი ახლა უცბად კარგია, აი ჩვენ რო საუბრობთ აზრები მოდის, ხო? თავისთავად ცხადია და ერთი რამ მომაგონდა, ისი საინტერესოა, როდესაც შახაბასმა თქვაო, ქართველი მაშინ გადაშენდება, როდესაც ნახე რა საინტერესოა, სარწმუნოებიდან გადავარდება, ვაზი აეჩეხება და ქალი გაერყნება. უკასრავად მანდილოსნებს სუდათ არაფერი არ გამიგოთ, ეს ჩემი სიტყვები არ არის. იმ ადამიანმა ზაკვარი იყო, ძალიან გაიძვერა იყო, მაგრამ თავისთვის ძალიან ძლიერი იყო, მიწიერად და იცოდა, ძალიან კარგად იცოდა ქვეყნიური ხრიკები და საქართველოს ძლიერება ძალიან კარგად დაინახა, რაში მდგომარეობდა. ეს იყო სარწმუნოება, ეს იყო ვაზი, რომელიც სიმბოლოა ისევე სარწმუნოების ეკლესიური და ღვინო, იგივე ღვინო არის მაცხონებელი, პური და ღვინო. ახლა ცუდად არ გამიგოთ, ახლა რაღაცა ღვინო შეიძლება ყველაფერში გამოვიყენოთ, ხო? ისევე როგორც ნებისმიერი მაგალითად კეთილი საქმე შეიძლება აქციო ბოროტად, ხო? და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალი, ქართველი დედა რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობდა გიორგი და მე ამის წინ ვისაუბრე 2 წუთი იყო დარჩენილი და აი ხა მე ვუყურებ ხა ჩვენი შვილების თაობას, ჩვენი შვილების თაობას რა და მე შენდობას ხო რა თქმა უნდა ყველას რო იტყვენ ერთ სტაფაში ვერ მოწვა, მაგრამ ვერ შევადრი ჩვენი დედების ქალობას ამ ჩვენი შვილების დედების ქალობას ვერ შევადრი. რატომ მე გეტყვი შენ წინა გადაცემაში არ მქონდა დრო და 2 წუთი იყო და უშინაარსო გამოვიდა ბოდიშის მოხდით ყველასთან, ხო? მე ესეთი რამეს ჩემი მშობლებიდან, ბებიებიდან და იგივე მეუღლიდან და ყველაფერიდან შენ მშობელზე გაამახვილე გიორგი ხა შენ ყურადღება ქართველი ქალი რო თხოვდებოდა ის წინასწარ ემზადებოდა იმის რომ მისთვის ყველაფერი პირადული იყო უკვე მოკვეთილი. თუ იყო ერთად იყო, მაგალითად გასეირნება, წასვლა, წამოსვლა ერთად იყო მეუღლესთან, შვილებთან, სიამონებას ერთი იყო, ტკივილიც ერთი იყო და ამიტომ ოჯახი იყო ერთმშტად შეკრული. დღეს ახლა რა ხდება? ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება მიუგდონ ბებიას, თუ არა და ერთი შვილის დედას ყავს მინიმუმ 2 ძიძა. მე საუბრობ ამას და შენდობას ხო ყველას და კითხვას უსაო რა შეჭირდება და მე ადრე გითხარი შენ აქ რომ ჩემთან მოსულან მე-9, მე-8 კლასის გოგობიჭები და უთქვიათ რომ გარკვეულ პერიოდამდე დედაჩემი მეგონა უბრალოდ სტუმარი ჩემს სახლს და ძიძა მეგონა მე დედა და ის ძიძა თავისი ტრადიციებით ზრდის, რომელიც დედასთან ახლოს არ არის. და აი უყურე ნახე რაც არ უნდა კარგი იყოს. რაც არ გინდა კარგი იყოს, იმიტომ რომ ის სხვა გენეტიკის არის, ის სხვა გვარი შვილია. მე და უკაცრავად მამაკაცი და დედაკაცი, იმიტომ შევღუდრო ეს გენეტიკა ჩვენ შვილებში გადადის, გაიგე და ის აღზრდის მეთოდი იმან მე უნდა მიყუროს. პირველი მაგალითი, პირველი ქადაგება რა არის? ქადაგება რა არის პირველი შვილისადმი, მშობლის საქციელი, მშობლის საუბარი, მშობლის მეტყველება, მშობლის კულტურა, ინტელექტი. რაც დღეს ძალიან ჭირს, კულტურა და ინტელექტი ძალიან ჭირს. აი ამან გამოიწვია გიორგი, აი ეს ყველაფერი იცი როგორ არის, აი პირველი საფეხურიდან ნელ-ნელა რომ მიდიხარ, ეს ყველაფერი იცი, აი ბოდიში ვიხდი, ამას რომ მამაო ძალიან მკაცრად ჯიო და არავჟი რაც ახდება იმას ვამბობ, საფეხურებით მიდის. ამან გამოიწვია გიორგი რომ ნახე, ოჯახებში სიხარული აღარ არის. სიყვარული აღარ არის და სიხარული როგორ უნდა იყოს? ცალ-ცალკე არიან.
აი სხვათა შორის მე მინდა ვთქვა რომ ვიღაცეები იცინოდნენ ხოლმე იუმორ რომ კოვიდობის დროსოერიო გამრავლდაო ვიღაცას თუ გონია გამრავლ მე გეტყვი უფრო მეტი განქორწინება მოხდა იმიტომ რომ მაგალითად როცა მშვიდობა და ხო ეს 2 საათი როგორმე ძლebენ ერთმანეთთან გამიგე და ერთად რო დარჩნენ მიხვდნენ რომ ერთად არ არიან ერთად კი არიან მაგრამ ერთნი არ არიან უცხო იყვნენ ერთმანეთს აი მიხვდი მე რა საუბარ ძალიან ბევრჯერ მithქვია ოჯახებში რომ ჩვენ შეიძლება ვართ ერთად ვიღაცასთან მაგრამ არა ვართ ერთნი ეს არის დიდი პრობლემა აი ნახე მეორე საფეხური რა არის რომ ამან სიყვარული რომ დაიკარგა სიხარული როცა არ მიყვარხარ რა მიხარია მითხარი მე დღეს ეხლა საიდანაც წამოვიწყეთ ხო იქ ეხლა სტუმრობაა და იცი როგორ მიყვარ სტუმარი და ყველაფერი ხო დავტოვე იმიტომ რომ მიყვარხარ გაიგე შენს მომენატრე მაყურებელის მომენატრა და აი ამ სტუდიაში სხდომა და საუბარი მომენატრა იმიტომ რომ სიყვარული თუ არა გაქვს ვინ მოგენატრება და მიხარია მე ის მიხარია რომ აი ამის რო იტყვიან ხარზე მივატოვე ის გამიგე და იმათაც დიდი სიყვარულით მოუხადე შენდობა აი ეს არის თემა გიორგი და ეს ყველაფერი მეთქი საფეხურებით მიდის მე ეს ყველაფერი როცა სიყვარული და სიხარული აღარ არის ნახე ახლა აი გაიარე შენ საზოგადოებაში რა ხდება ტრანსპორტში რა ხდება იქ რა ხდება ქაოსია სამყაროში და ამასინად ერთმა ადამიანმა ძალიან კარგად თქვა იცი რომ ესე იგი ეკლესიის ერთ-ერთი სახელი და გვარი თქვა ძველი რა რომ ესე იგი ისტორიკოსი ამბობს რომ როდესაც მაცხოვარი უნდა მოსულიყო ისეთი ქაოსი იყო უკვე სამყაროში რომ მაცხოვრის მოსulis გარდა ვერაფერი ვერ დაამშვიდებდაო და ეხლა ისეთი ქაოსია რომ მეორე მოსulis გარდა ვერაფერი ვერ დაამშვიდეს აი ამ ყველაფერს და ჯერ წინ კიდევ რამდენი პერიოდი გო ჩვენ ხო შეიძლება ეხლა ვიმოხდეთ მაგრამ შეიძლება წლები გავიდეს ხო ეს ღმერთმა იცის მარტო ეს როდის მოხდება ხო მაგრამ ფაქტი ერთია რაც წერია სახარებაში რომ ესე იგი როცა მოვა უფალი სადმე ნახავს სიყვარულსო და წერია თვითონ უფალი ბრძანებს რომ გამრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული როგორ აი ბრძულია აი როდესაც ტოტი ხმება ის არაფერში არ ვარგა მაცხოვარიც ამბობს ხო უნდა მოიკვეთოს და დაიწვას ხო როცა ხმება უკვე დამოკიდებულება და აი სულ ვამბობ იცი რომ აი ერთხელ უწმინდესმა ბრძანა რომ ყველაფერი გამიწიერდაო არსად აღარ არის ფიქრი რაც უკვე ვთქვით ღმერთზე სულის ცხონებაზე სასუფეველზე მოთმინებაზე და ის რაც ქრისტემ თქვა და მე მინდა ვთქვა რომ ქრისტეს ყოველი სიტყვა მცნებაა 10 მცნების გარდა ჩვენ გვაქვს 9 ნეტარება სახარებას რო კითხულობთ იქ რო გეუბნება უფალი როცა ეუბნება ადამს უკვე რო გამრავლდი აღორძინდი დაეუფლე მიწას ქვეყანას ხო ეს მცნება არ არის ღვთის ქრისტეს სიტყვა ყველაფერი მცნებაა და ამის შესრულება მეთქი უკვე თქვი და ნახე სასადამნი გიორგი მიწიერება რას ნიშნავს ყველაფერი ხდება ოღონდ არსად გული აღარ არის უგულოდ ყველა ნახე და როგორ არის კიდე და ფსალმოში როგორ წერია არ შენი ცხარი უნდა ეხლა მithunს ეხლა კიდე ჩვენ მხარეს ეხლა მიდის ხოლმე ცხრების კლების არაფერი არ ჭირდება ღმერთ ჩემო ტკბილებო არ შენი მამალი და არ შენი ის უნდა რა ქვია კიდე საქონელი რა მოზვერი არ უნდა წერია ფსალმოში მსხვერპლი ღვთის არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული როდესაც მდაბლდები აი სიმდაბლე როცა ადამიანს აქვს იქ გამორიცხული რომ სიყვარული არ იყოს სიყვარულს რაც მტრობს ეს არის ყველაზე ადვილი მისაგონე ყველაზე რთული სამკურნალო ეს არის ამპარტავნება რაზეც უწმინდესი პატრიარქი ილია მთელი თავის მამათ მთავრობის პერიოდის პატრიარქი სულ მე 30-40 წელი პატრიარქი მახსოვს და ვიცით მოვდივარ გიორგი და დამდაბლდი ეუნება დამდაბლდი ეპისტოლეები გინდა გახსოვს ერთხელ თქვა რომ აი რაღაცა დაღლილი მეუღლე რომ მოვა მეორე მეუღლე რაღაცა მიეფერო და ამაზე მთელი ამბები
რაღაცა თბილად შეხვდ და მისალმებაზე უბრალოდ მანქანას რო გააჩერებთ ერთმანეთს მიესალმეთ აი ამ სიყვარულზე და აი ეს ყველაფერი გიორგი უკვე მე უკვე თქვი რომ აი ეს ყველაფერი საფეხურებით მიდის იცი არაფერი გიორგი როდესაც აი ესეთი კარგი ფრაზაა ჯერ უფალი დანარჩენი მერე როდესაც უფალს ისევ პატრიარქ ილიას დავესესეცხები ხო ისე ძალიან მიყვარს და ხო და როდესაც ღმერთს დააყენებთ პირველ ადგილზე თვითონ წამოყვება ყველა პრობლემა ანუ როგორც აი ბორბლებზე რო შეაგდო რაღაცა და თანამედროვე ადამიანს როგორ არის ჯერ რაღაცა ისა ჯერ ისა ინგლისურზე ეხა დღეს ქადაგებაში მომდი სულთმოფენობა დღეს ერთი რამოდენიმე მრევლი არ იყო სულთმოფენობა დღეს და კითხე სადახარ იმა თქვა აიო ბავშვიო სურვაზე წავიყვანეო იმა თქვა ბავშვი ინგლისურზე წავიყვანე იმან მუსიკაზეო და ის მომაგონდა რა იგავიროა ხო ქორწილიო და გაუშვო მოპატიჟებოდი იმან თქვა რომ უღელი ხარი ვიყიდეო და არამცალიაო აი რამხელა სიბრძნეა ქორწილი არის ძალიან ხშირად ჩემო ტკბილებო მაყურებლებო და მსმენელებო ქორწილს როცა ამბობს უფალი სახარებაში ეს არის სასუფეველი სადაც არის ლხინი და სიყვარული და წარმოგიდგენთ ესე იგი მოიწვია სასუფეველში და ეუბნება უღელი ხარი ვიყიდეო და არამცალიაო შენთვისო მეორე მუთხრა მიწა ვიყიდეო მესამე მუთხრა ცოლი შევირთეო ანუ სულ ვიცი რომ თანამედროვე ადამიანს აი ამას მინდა რომ ყურადღება გამახრო თანამედროვე ადამიანი მეთქი სულ გიორგი არანაირ შანს არ უშვებს ხელიდან რომ ღმერთს შეაქციოს ზურგი. ყველაფერს აკეთებს და მამაო თან ყველაზე ცუდი რაც აქვს ადამიანს თანადგომა. აი ერთმანეთისადმი ღვთისადმი ღმერთს ხო მაგრა ვჭირდები ჩვენ რომ ჩვენი ხელით ბევრი სიკეთე უნდა გაკეთდეს. ეს არ ხდება მამაო. და ფაქტიურად უცხო ვართ. აი წარმოგიდგენთ მშობა ყველაზე მთავარი მშობელი ხო ვიღაცას მამათ მიაჩნია რაღაც мама მიაჩნია ვიღაცას დედა მაგრამ ღმერთი რო არ ყოფილიყო ხო ღმერთია ყველას მშობელი ხო ჩვენი მშობლების მშობელი მამაო ჩვენო რატო ვამბობთ და არა ჩემო და ის ხო ჩვენი მედად არის მაგრამ ჩვენგან ის არ მიდის რა რაც მან დაამყარა რა იმედებიც და დღევანდელი ადამიანი აი ღვთისათვის აი თუ ვინმე რაღაცას აი მაგალითად ტრობს ღმერთს ეს არის ჩვენი დღევანდელი ადამიანობა რომელთაც აი საერთოდ არ გამოვირჩევით რა. იცი როგორ არის გიორგი აი კიდე იქ მიდივარ სახარებაზე რა. როდესაც აი დღესაც თქვი ქადაგებაში მწირველი ვიყავი მეთქი რა. ძალიან კარგია ჩვენ რომ წავიკითხოთ სახარება. ახალი აღთქმა, მაგრამ აუცილებელია რომ ჩვენ წავიკითხოთ სახარება განმარტებით. ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენ. აი ხა მაგალითად ეხა აი დღევანდელ დღეს სახარება იყო ესეთი რომ ფრაზას ვიტყვი რა რამე თუ მეზვერენი და მეძავნიო შეგასწრებენ სასუფეველშიო ეს შეიძლება ვერ გაიგოს კითხველმა რას ნიშნავს სხვაგან სახარებაში რომ მემთვრალენი და მემრუშენი შეგასწრებენ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ავიწყვითოთ და ცოდვა არა ამ ადამიანებზე ისეთი სინანული მოვა ისეთი სინანულის გარეშე ვერავინ ვერ შევა სასופველში ჩემო ზვირფასებო და მინდა ვისარგებლო რაც არ გინდა სინანული გქონდეს თუ ეკლესიამო არ მიუტევა ცოდვა ადამიანს მას არ საქმეეტება და არ საკ ანუ ეკლესია რა ეს არის თქვენი სულიერი მოძღვარი ხო რომ გულწრფელი აღსარება არის აუცილებელი გამიგე და სახარებაში წერია გიორგი რომ ნახე როგორ შენ გინდა რომ სხვა მოგექცეს ისე მოეკეცი შენ სხვას ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ და ნახე ყველაზე დღეს აი სულ ფიქრობთ რა ეხლა მოძღვრებს სხვა რა საქმე უნდა წირო ვილოს და ვიფიქრო იმიტომ რომ როგორ განმარტოთ სახარება მე კი არა წმამამის მიერ რა უთხრა მრევლს გამიგე ხო და აი ეს ურთიერთარ ტვირთვა აღარ გვინდა გამიგე და ყველაზე მეტად ისეთი გაღიზიანებულია თანამედროვე ადამიანი და აი მათ შორის ამასინად სახში საუბრობდი თუ მრევლში აღარ მახსოვს იმიტომ რომ სულქად აგებთ რა ერთი ძველი ერთი 10-12 წლის უნახავი ადამიანი დაკრძალვაზე ვიყავით რა ხო და დაუძახე მეთქი მოდი ახლოს მანდილოსანს რა პედაგოგია და მე ვუთხარი გამოდი მეთქი ეკლესიაში რამე რაღაც
ისეთი უხეშად მიპასუხა რომ სადამ ცალია აი დილას 8-ზე რო გამოდივარ საღამოს 8-ზე შევდივარ და აი იმ 5 წუთში დავიჭირე რომ ეს ეხლა მე განემტო რომ მე ვიღაცა ვარ 15 წელს უნდა ხარ ის აღარ ცოლად ვარგა სახში აღარ დედათ ვარგა აღარ ძლად ვარგა აღარ დათ ვარგა ის დილის რო და 8 საათზე რომ მივა ყველას თავი აღარ დედათ ვარგა მომო გამიგე და საქმე ის არის რომ მეორე დილას 8 საათზე ისე უნდა რა ქვია წამოვიდეს ამებნა ენა ბოდიში გამიგე რაზეა საუბარი და აი ეს ყველაფერი და რა მოიტანა ეს იცი კინო განამართლა სჭირდება 12 საათიანი მუშაობა უკაცრავად ყველაზე არ ვსაუბრობ არა ერთი განაკვეთი რო აქვს მეორეს უნდა იყოს რომ მეტი ფული უნდა შევიდეს განასჭირდება არ სჭირდება იმიტომ რომ ქმარის მუშაობს შვილების მუშაობენ რძალის და სიძეს მუშაობ მაგრამ მეტი ფული უნდა შემოვიდეს გამიგე და აი ამ ფულის სიყვარულმა დაიკავა დიდი ადგილი ხო გამიგე ფული ცუდი კი არ არის მაგრამ თუ შენ პატრიარქის აი თუ გახსოვს უწევს რა უნდა იჩქარეთ სიკეთის კეთება იჩქარეთ მოწყალება თუ ამისთვის შენ გინდა რომ ისეო რომ წაქცეული ფეხზე დააყენო როგორც ილია მართალს აქ ერთ-ერთ თავის ქადაგებაში რა ილია წმინდა მართალს რომ ჭაობიდან შენ რო ღმერთმა ამო გიყვანა იმიტომ კი არა ამო გიყვანა რომ იქ ჩავარდნილი მიატოვო უნდა ხელი მოკიდო გამიგე ის უნდა გახსოვდეს ამის უნდა გჭირდებოდეს ეს თორე დანარჩენი იცი რო ვუყურებ გიორგი სადღაც გაუმაზღრობაც არის კი მომო ვერ ჩერდებია მაგას გელაპარაკები კმაყოფილი არ არის დღეს რო გააქვს მაგალითად პურის ფული მოწყალებაზე კი არ ფიქრო რომ შეერიკაც რაღაცა ერთი პური მიეცი აი მე მაგალითად ბოდიში უკაცრავად მე ვინაგვდივარ მაგრამ ისე მინდა ვთქვა რა აი ხანდახან რომ მივცე ხოლმე ვიღაცას ვეუბნები აი 3 პური იყიდე ჩემს სახელზე იმ 3 პურით ვიღაცას ხო და ანაყრებს მადლობელი ვარ რა ღვთისა და ჩემი ფარველი ანგელოზის მადლობელია ერთი პურის ფული მიეცი ყოველ დღე მაგალითად და უთხარი აი ერთი პური იყიდე ჩემს სახელზე ამას ღმერთი შეგიწერეს იმიტომ რომ რას იწყებს საიდან იწყებს ღმერთი როდესაც მოვალო მას ჟამს აშინა ხო რომ ვეტყვი რამე თუ შიერი ვიყავდა მეცით მე ჭამადი შიშველი ვიყავდა შემოსეთ სნეული ვიყავ საპრობილეში ვიყავ და მაშინ ეტყვიანო მართლებიო რომ კარგად გავიგო ჩემო ზვირფასებო უფალო ოდეს გიხილე შენ აი შენი კითხვის პასუხიც არის ზოდეგა გიოგი ბოლოს რასაც მასხვარი ამბობს რომ ოდეს გიხილე თუ ამ შიერი ან შიშველი და ასე შემდეგ და ჩაგასვითო დაგაპურე და მასხვარი ასეუნება იცი რაც გაუკეთეთ ერთ მცირე ძმათაგანს ის მე გამიკეთეთ აი ეს უნდა ვისწავლოთ მამებიც ამასო დღეში ერთი ადამიანი რო და აპურო ისეთი სითბო შემოვა შენში ისეთი სითბო შემოვა აი კიდე მაინც ჩემს უწმინდეს ილია მეორეს ვახსენებ უწმინდეს პატრიარქ შიოს ვენაცვალე და ქეცვიხრით და რაზეა საუბარი ჩემი ეკლესიას ვენაცვალე საქართველოს ეკლესია ძლიერი და წმინდა დიდება უფალს ხო ამბობდა რომ ერთია რომ როდესაც შენ გასცემ მაშინ უფრო ხარობ შენი შინაგანი სამყარო ვიდრე ვიღაცგან რომ იღებ და აბას სადეთო და აი მე მინდა რომ გთხოვოთ რომ აი ეს კურთხევა უწმინდესი პატრიარქი ილიამ შევასრულოთ მთელი ცხოვრება რომ ისწავლეთ მოწყალების გაღება ისწავლეთ ის რომ დღეში მინიმუმ ერთი მშიერი ადამიანი დააპუროთ ერთი პურის ფული მისცეთ და მადლობელი ვიყოთ იმისი აი მამა გაბრიელს აქ მადლიერი იყავი რაც გაქვს და ღმერთი მოგცემს იმას რაც არა გაქვს სულ ვარ ელოდები აი ესე მოგივა ის რაღაცა რაც შენ წარმოადგენას რომ არ გაქვს სხვათა შორის მამა ეხა ძალიან თქვენ იცით რომ მორწმუნე ადამიანებს კი არა ძალიან ბევრ ურწმუნოსაც უჭირს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ყველაფერი ჩაიდინოს ურწმუნო იმისაც რომ ფული კონდეს გაჭირვებაა რა და მორწმუნე ადამიანებს რა მიყვარს რომ აი იმხელა ფასი ადებთ მათ მოხსენიებას მამა რო გიხსენიება აი ზოგჯერ შემხდება აი გაჭირვებული ადამიანი რომელიც გიხსენიებს და აი ფიქრობ რომ აი ამან ყველაზე მეტი მომცა რა აი შემხედრია დიდარი რომელსაც სიტყვაზე გაუღია რაღაცა ძალიან და ის მახსენდება ხოლმე და რა მაგარია რომ აი ჩვენი ეკლესია იმიტომ რომ სუ ეკლესიას უნდა აი რაღაცნაირად ეკლესიის წიაღიდან არ უნდა გახვიდე იმიტომ რომ იქ ადამიანები დაგხვდებიან რომელი ადამიანებისათვის სადაც აუცილებლად ყველამ რომ იგატოვოს მაინც მნიშვნელოვანი იქნები და რო ეტყვი რომ აი მე მიჭირს არო შეგატყობე რომ შენ გასაჭირში ხარ
ზეცის წინაშე ფაქტობრივად ლოცვა რა არის? გიშვამდგომლობე, რომ ღმერთო დაიხმარე რა ამ საწოდავს. კი, შეიძლება ღირსია, შეიძლება რაღაცა, მეტი სიყვარულია. ხო, მეტი სიყვარულია და სხვათაშორის, აი მაგაზე ერთ-ერთი მამა ამბობს, ბოდიში გიორგი რო შეგაჩერე, მინდა რომ ისე არ დავამთავრო. ერთი ფრაზაა რა, როდესაც შენ ლოცულობ ადამიანზეო, რომელმაც არიცისო, რო შენ იმაზე ლოცულობო, ესო მისთვის სისხლის ღრის ტოლფასიაო. წინა მამა ამბობს, ეხლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მე წარმოგიდგენთ, არის რომ ესე იგი სისხლი რო ღვარო მისთვის, იმისი ტოლფასია და გარაკაი თემა წამოწიე, რომ თუნდაც ვილოცოთ. აბარა. აი მამებს ქონდათ ხოლმე რომ ყავ ჩემი სიყვარულის, აი მაგალითად ესეთი რამე იყო რა, რომ მაგალითად ეტყოდა რომ ჩემი სიყვარულისთვის ყავ ჩემთვის 3 მეტანია, 1 მეტანია. ზოგადად აი მე მინდა ვთქვა რომ ეხლა მიტევების კვირა, ყველიერის კვირა რო არის, მიტევების დღე რო ეგ მაგის არსი რა არის, ჩემო ზვირფასებო აქ მთელი უდაბნოს მამები იკრიბებოდნენ და ერთმანეს თხოვდნენ შენდობას, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა რომ ის 48 დღეს აღდგომას დაესწრებოდა თუ არა და აქეთ-იქით მერე ყველა თავის უდაბნოსკენ მიაშურებდა და მიდიოდნენ ქრისტე აღსდგას გალობით და საქმე იმაში იყო რომ ერთმანეს თხოვდნენ რომ ჩემთვის ყავ, ანუ თქვა 1 მეტანია, 2 მეტანია. აი სხვათაშორის აი მე შენ ახლა ჩემ ოჯახს და აი ჩემი შვილები რამეს რომ მეტყვა რა იმან ეს მაჩუკა მაგალითად, ხო? ვეუბნები აუცილებლად ერთი კანონი ფსალმუნი წაუკითხე და რამოდენიმე მეტანია გაუკეთე მის სულს, მის სასახელს. აუ რა მაგარია, აი ყოველთვის აი ხო მოხვალ ჩემზე და შეეკითხე რა, იმიტომ რომ მაჩუკა კარგია, რომ მაჩუკა და მიხარია, მაგრამ შენ რა გააკეთე? всё, ჯიბეში ხელი ჩავილაგე და წავედი. წაუკითხე ერთი კანონი ფსალმუნი და გაუკეთე 3 მეტანია მაინც. 7-12 თუ ვერ გაგაუკეთე. სხვათაშორის ძალიან მიყვარს ხატები ხოლმე, მამა ვიცი თქვენ და რომელი ხატიც ვინ მაჩუკას, სულ ყველა ადამიანი მახსოვს და იქ რომ მივიდივარ ხოლმე იმ ადამიანს ვიხსენებ და ესეც მოყოლილი მაქვს. გამოყვება ხოლმე რა ის ადამიანი, იმიტომ რომ გულით ხატი როგორ შეიძლება უგულოდ გაჩუქოს ვიღაცა. გულით რო გჩუქნე ის ადამიანებიც მოყვებიან და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, მართლა ის საქართველოში მამა ვიცი რატო არის რომ გაჭირვება შეიძლება იყოს რაღაცა მატერიალური, მაგრამ აი თავარია სულიერი კრიზისი არ იყოს და რატო არის ის გაჭირვებაც კარგი, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან გამეგობრებს და გაახლოვებს და თან ყველას გაცნობს რაღაცნაირად. იტალიელი ფილოსოფოსი ამბობდა ესეთ რამს ხალხაშორის რომ ესეთი მამა არის ძალიან მომზადებული, გაიგეთ. არაფერი მომზადებული არა ვარ, გაჩენდი კაცო. რომ განსაცდელის ჟამს შეიტყობს ერი, ვინ მოყარე ყავს და ვინ კი მტერი. აი ეს არის ხანდახან გააჩნდება. ბოროტს რა უნდა იცით მამა, მე რასაც ვაკვირდები, თქვენ რასაც ამბობთ, აი თქვენ რაც ისაუბრეთ მთლიანად, რომ აი ბოროტს რა უნდა იცით, რომ ჩვენ ერთმანეთს ტრებათ ვიქცეთ და რატო უნდა ვიყოთ ეს? აი მამა დააკვირდით, მამა რა ვიწრო წრე დარჩა, როცა ადამიანებს პატიჟებთან რაღაცა, ხო? უკვე რამდენი ადამიანი გამოირიცხა, იმიტომ რომ უბრალოდ მასთან საერთო აღარ გაქვს რა. ანუ გაგვაუცხოვა ერთმანეთისადმი, მიხვდით? კი ბატონო, აი ზუსტად იმ იცი რა, წეღან მე რასაც ვთქვი, აი ადამიანი ჩაბღაუჭებულია, რომ ვიმუშავო. აი მე მაგალითად ეხლა უცბად მომაგონდა ერთი რამე, ხა ყველას გვახსოვს 90-იანი წლები. ეხლა კოვიდის დროს ყველა მაგას ამბობდა. ამაზე უარის მდგომარეობა იყო, მაგრამ არ გვიჭირდაო. სითბო იყო. ერთმანეთთან შუქი არ იყო, აი მე ხლა მოზარდებს მინდა უთხრა რა, ვისაც არ ეციოდა, მაგრამ გულში თბილოდა. ერთი უკაცრავა და ამ სიტყვაზე ხლა ქართულად რა ქვია არ ვიცი, კერასინკა რა ვიცი ხა ქართულად რა ქვია არ ვიცი. ღუმელი რაღაცა. რავი ხო და აი იმის ირგვლივ და რა საინტერესო იყო ისე, აი მე მინდა უთხრა მოზარდებს, ერთ მეზობელს მაგალითად უკაცრავად რა რაღაცა ლობიო შემოქონდა, მეორე სტილი, მესამეს პური, მეოთხეს ღვინო, მე რაღაცა და 7-8 კაცი ყოველ საღამოს ამ უშუქობაში გიორგი ესე თბილა და ისეთი სითბო იყო, სულის სითბო იყო და დღეს ყველა მაგას ამბობს. აუ რა კარგი დრო იყო. თურმე. და მეკითხვა მაქვს, ვინ შებღალა ეს დრო? ხო ისე ის ხალხი ვართ. ვინ გააქვს რომ ეს დრო ისევ ის ხალხი ვართ, ვინც ვიყავით 90-იანებში. ეხლა მე მაგალითად, აგერ ჩემთან კორპუსში იცი მე სადაც ხოვრობ, 2008 წელში გადავედი, მაშინ არის აღარს ახალი ქვია, მეზობელს რომ დაუძახო ერთ-ერთ და არ მოდის.
არ ვიცი, მეზობლის კარები როგორ იღება. და ამაზე მამები რა წერდნენ? ბოლო ჟამსო იერუსალიმში უფრო ადვილი იქნება შესვლა, ვიდრე მეზობელთან მისვლაო. მართლა. კაი, ეგ არ ვიცი. კი, მამებს აქვთ. ერიდეთო, ესეც აქვთ. იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ, იერუსალიმში უფრო ადვილი იქნებაო, ჩასვლაო, ვიდრე კარის მეზობელთან მისვლაო. და ესე არ არის? ეგრეა. ეს არის მაგაზე ვისაუბრეთ, გიორგი, რომ სადაც სიყვარული არ არის, არაფერი აღარ არის. იმიტომ არის წმინდა იოანე ხსოვდა, რომ სიყვარული რა არის, ღმერთი არის რა. სადაც სიყვარული, ანუ ღმერთი არ არის, იქ არაფერი აღარ არის. იქ არის მარტო ის რაც წერია. წინასწარმეტყველებაში ბოლო ჟამის ადამიანები იქნებიან მომხვეჭველნი, გაუტანელნი, მაბეზღარნი, უყვარულნი, მოძულენი, აი რა წერია. ხო, აი ეს ყველაფერი ხდება და რა საშინელება იცი? აი გვერდზე ადამიანი რო გიდგას, ან ერთად რო ცხოვრობთ ოჯახში, ხო? და აი არანაირი სიყვარული, აი სითბორო არ მოდის რა. გამიგე, აი ეს ყველაფერი, აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ახლა რამოდენიმე წუთი გვაყიდე, ხო? აი ახალგაზრდებს რო შეხედო. აი ამასთან ერთი ჩემი მრევლი მოვიდა, ცოტა შეუძლოთ გახდა და მითხრა, რა კარგიაო რომ შეუძლოთ შევიქმნიო. როგორ ვიყავიო, იცი მამაო, სახში რო შევიდოდიო, ოთახში შევიდოდიო, ჩავიკეტებოდიო, ინტერნეტი, რაღაცა ნოუთბუქი, ტელეფონი, თელეგრამი. ეხლა რო ცუდა თავარო, დედა ჩემის და მამა ჩემის სითბო ვიგრძენიო. და მანამდე სურვილი არ მქონდა რომ ახლოს მივსულიყავიო და იცი რა არის მშობლებთან მიდით ახლოს მიდით მშობლებთან იმიტომ რომ მე ვიტყვი ერთ რამეს გიორგი რა მე გამოცდილი მაქვს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი დედა ჩემი რომ წაბრძანდა უფალთან და დღეს მის ქვასთან მივდივარ ხოლმე და ძალიან კარგი ამხელა კაცი ვარ მაგრამ ხანცრემ მოვიძე ხან და ნანოფ იმას თუმცა მე არ ვიყავი ახლა ცუდი შვილი ბოდიში ამ სიტყვაზე ახლა არ ბილ სიტყვაობა მიყვარს არ შეურაცხყოფა და შენ ძალიან კარგად იცი რაღაცეები მაგრამ მამაოსა ცუდი სიტყვა თუ იქ საჯელები არის თუ რამე ხო შეიძლება გავაგდო საღდა ხო სუფრიდან შეიძლება სუფრაზე ხო და თქვა აი მე მინდა უთხრა რა რომ სანამ მშობლის საფლავის ქვასთან მოგიწევთ საუბარი ცოცხალ მშობლებთან ისიყვარულეთ, ესაუბრეთ და ნუ იქნებით რაღაც აგრესიულები, მკაცრები და დაუთმეთ თქვენ მშობლებს დრო და სიყვარული. აი ამას ვიტყოდი გიორგი რა და გაავრცელეთ, იკითხეთ სახარება, წმინდა წერილი და გაამრავლეთ სიყვარული. როგორც კიდევ ერთხელ მითხრა პატრიარქის სიტყვა ანდერძი იყოს, რომ იჩქარეთ სიკეთისათვის, ამრავლეთ სიყვარული და ამრავლეთ მოწყალება. ეს იქნება გზა ჩვენი სულების სასუფეველში შესაყვანი. დანარჩენი ჩემო ტკბილებო, რამდენიც არ უნდა მოვაგროვოთ, ერთი კარგი სურათია თუ მოზევნით, ანგელოზი რო ეუბნება ჩემოდნებიან ადამიანს, დატოვე ეგენი, იქ არ გამოგადგებაო. იქ მარტო გამოგვადგება სიყვარული, სიკეთე, მიტევება და ურთიერთარ სიმძიმე ვიტვირთოთ. ბევრი ვლაპარაკე. არა, ძალიან მამო, მართლა. არა, რასამ, იცი რა არის? მე რას ვფიქრობ, იცი რომ მოქმედებს ძალიან ის ბაზალეთის ისა რა. ჰაერი, კლიმატი. ჰაერი თქვენს, აშკარა და ძალიან მაგარია. მაგრამ მოვიკითხა ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენს გვერდით არის, თქვენ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივ ხალხს დიდი მადლობა რომ ხართ და მამო, დიდი მადლობა რისთვის მინდა, იცი გადაგიხარო და აუცილებლად კიდე ერთი გადაცემა ჩვენ ამისათვის მოვაწყოთ, რომ მამა იოსებს მინდა რომ აუცილებლად აი რაღაცნაირად გავუკეთოთ ერთი გადაცემა კიდე, იმიტომ რომ წინათ რომ გავუკეთეთ ეს საკმარისი არ არის და საზომო მოვიკითხოთ მაშინ მამა იოსები სასულიერო კი, აი უბრალოდ მინდა რომ გითხრა, რომ ის გარდაცვლილი სასულიერო პირები თუ არ გვემახსოვრება და სადაშორის ძალიან ბევრმა მინდა რომ შემეხმიანოთ, რომლებიც მინდა რომ თქვენი ოჯახის წევრები გავაშვოთ. ჩვენეთ კარგ მრევლს, აი ჩვენი ძმა არის ეკლესიის მოყვარულ, აი მინდა ვისარგებლო, მოყვარულ პატრიარქის მოყვარულ ადამიანს რამაზი გუგულაშვილს დღეს გარდაეცვალა დედა და მინდა რომ მიუსამძიმრო აქედან და ღმერთმა ყველა ჩვენი წასული მშობლები აცხონოს. მიყვარხარ და ღმერთმა დალოსო ჩვენი ეკლესია, ჩვენი პატრიარქი და ღმერთმა დალოსო ჩვენი ერისა და ეკლესიის ერთობა და სიყვარული. დიდი მადლობა. ხო და რასაც გეუბნებოდით მამო ის გავაკეთოთ. მამა იოსები, მამა სოკრატე. კი, ყველას გავაკეთოთ. მამა სოკრატე, მე სხვადასხვა ორივეზე მაქვს გაკეთებული, მაგრამ კიდე აი სასულიერო პირები ვინც არიან უნიშნელოვანესები, ჩვენთვის აუცილებლად მინდა რომ იცით რატომ მამაო, ამ მაგალითებს რომ გამოწევ.
მე სხვაც იღებს ამ მაგალითს რა. ყოველ შემთხვევაში ვიღაცას მაინც ამხელ მამაო, რომ აი ესეთი უნდა იყოს. ეს გააკეთა, ეს იმას ქნა და მე ამ ყველაფერიდან გამომდინარე ჯერ მართი ღვაწლი არ იჩtildeება და რისთვისაც იშრომეს, მაგას წამოვწევ ჩვენ წინ და ხალხს ვაჩვენებთ, იმიტომ რომ დღეს ძალიან სამწუხაროდ ის არის, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ძალიან დიდი ბრძოლაა და აი რა ადამიანებმა მოიტანეს დღევანდელი ეკლესია აქამდე ეს ადამიანები მინდა რომ სულ ყოველთვის გვახსოვდეს აი მამა აკაკიდან მოყოლებული სულ ყველა მამა კახაბერი თან დიდი მოღვაწე მამები არიან ძალიან დიდი იყვნენ მოღვაწე მამები იყვნენ და დაფასება ჭირდება აუცილებლად და მე შეგიწიროს ყველაფერი გაიხარებიო წარმატებებს გისურვებთ ბედნიერებას გისურვებთ ყველას და დიდი მადლობა მამაო თქვენ ოჯახს ყველას აუცილებლად უღრმესი მადლობა რომ არიან და ყველაფერს იკეთეს გისურვებთ მოკლედ მადლობა რომ ხართ მამაო მართლა ძალიან აი თქვენ წინა ეთერებს რო უყურებ ეხლა ცოტა ის ხოლმე იმას ავქნა რა თქვა მართლა აუ სერიოზულად მაგ აი ბევრად ძალიან მაგარი გამზარდე აუ არ ვიცი მე მაგრამ აი დაამხვეწე და ვერ აი უნდა განახოთ ძველი ეთერი მამაო ძალიან პატარა როზი ხართ მადლობა ძალიან დიდი მამაო უღრმესი მადლობა არა მართლა ეს იმას ნიშნავს რომ სულიერეთაც გაიზარდეთ ეს მარტო ის არ არის უღრმესი მადლობა რომ ხართ მამაო მართლა აი შემოქმედებითაც აი უდიდესი ადამიანი ხართ თელი თქვენი ოჯახით და აი რა ვიცი მამაოსთან მოხვედრა და მასთან ერთად ყოფნა არის აი მართლა ერთი წიგნის ტოლფასი იმიტომ რომ საოცარ იმას გთავაზობ თავი თელი ცოდნით თელი იმას გადმოდებს ხოლმე უღრმესი მადლობა ამ ყველაფერსათვის წარმატებებს გისურვებთ ყველაფერ კარგს გისურვებთ და გემშვიდობით ეს გადაცემები შაბათ კვირისათვის გავა აუცილებლად განმეორებით მე კი სამშაბათს დაგებრუნდებით აუცილებლად საღამოს რის ნახევარზე სხვათა დილას ხვალაც გავა ეს გადაცემა მე როგორც ვიცი ესე განმეორებით დილას მეორდება ხოლმე პატიმრებს განსაკუთრებით და ყველა იმ ადამიანს ვისაც პრობლემა გაქვთ რაღაცა სულიერი ან ფიზიკური გეხვეწებით ერთმანეთს გაუფრთხილეთ თუ ვინმეს რამე შეეშალა ან არ შეეშალა დავინდოთ ერთმანეთი მართლა გეუბნებით სასაცილოდ მოგეჩვენება მე და სამწუხაროდ თორსა ჩვენ გარდავიცვლებით რომ ადამიანებს არ ვინდობდით ჩვენ ხო გვინდა რომ დაგვინდონ ჩვენც დავინდოთ იმიტომ რომ რაღაცა დრო მოგვივა რომ ჩვენც დასანდობი ვიქნებით აი მანდ გვეწყინება ძალიან რა ასე რომ რამდენადაც დავინდობთ სხვას იმდენად დაგვინდობენ ჩვენც ზეციდან რა თქმა უნდა და ისედაც ყველგან მადლობას გიხდით და კარგად ზანებოთ მე გახდით გიორგი დარასელია მამა გიორგი დოვრეული გახდა ჩვენი სტუმარი უღრმესი მადლობა მამაო თქვენ ოჯახს მოვიკითხავ აუცილებლად დიდი სიყვარული და ბედნიერებას გისურვებთ წარმატებები დროებით